Jai Radha Madhava Jaya Kunja Bihari Jaya Radha Madhava Jaya Kunja Bihari Jaya Gopi Janavalabha Jaya Girivaradhari Jaya Gopi Janavalabha Jaya Girivaradhari Yashodanandana Brajajanarandana Yashodanandana Brajajanarandana Yamuna Teravanachari Yamuna Teravanachari Jaya Radha Madhava Jaya Kunja Bihari Jaya Radha Madhava Jaya Kunja Bihari Jaya Gopi Janavalabha Jaya Girivaradhari Jaya Gopi Janavalabha Jaya Girivaradhari Yashodanandana Brajajanarandana Yashodanandana Brajajanarandana Yamuna Teravanachari Yamuna Teravanachari Hare Krishna 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 Hare 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 Rama 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 Hare 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 Krishna 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 Hare 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 Rama 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 Hare 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 Krishna 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 Hare 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 Rama 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 Hare 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 Krishna 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 Hare 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 Rama 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 Hare 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 Krishna, Professor Tkulibo, ჩვენ ვკითხულობთ შრიმად Bhagavatam-ის მეშვიდე სიმღერის მეორე თავის 37 ლექსს. Харе Кришна, дорогие преданные, сегодня мы читаем 37 стих из 7 песни 2 главы.
ხოვი. შრიამა უბაჩა აჰო ამიშამ ვაიასათეკანამ ვიპაშიტამ ლოკავითიმ ვიმოჰა yatragatam manusham swayam sadharma apishochantya partham შრი იამარაჯამ წარმოთქვა ვაგლახ რა საოცარია ეს ყოველივე ამ ხალხმა რომლებიც ჩემზე უფროსები არიან კარგად იციან რომ ასეულ ათასობით ცოცხალი არსება დაბადებულა და მომკვდარა ისიც წესით ისიც უნდა ესმოდეთ, რომ თავადაც დაიხოცებიან, მაგრამ ამაოდ ვერ გაუგიათ ეს ჭეშმარიტება. განპირობებული სული რაღაც უცნობი ადგილიდან მოდის და სიკვდილის შემდეგ ისევე უცნობ ადგილს უბრუნდება. ამ კანონში, რასაც მატერიალური ბუნება წარმართავს, გამონაკლისი არ არსებობს. თუ ეს იციან ამ ადამიანებმა, უბრალოდ რაღაც გლოვობენ. Перевод. Шри Ямараджа сказал: «Да чего же это странно? Они старше меня и прекрасно знают, что в мире непрерывно рождаются и умирают тысячи существ, и самим тоже предстоит умереть. Но они, околдованные иллюзией, похоже, совершенно этого не понимают. Обусловленная душа приходит неведомо откуда и после смерти уходит неведомо куда. Это закон материальной природы, и исключения из него не бывает. Зачем же тогда они скорбят о смерти своего мужа?» ॐ नमो भगवते वासुदेवाय ॐ नमो भगवते वासुदेवाय ॐ नमो भगवते वासुदेवाय नारायणं नमस्कृतं नरं चैव नरोत्तमं देवीं सरस्वतीं व्यासं ततो जयमुदीरयेत् नष्टाप्रायेष्वभद्रेषु नित्यं भागवत सेवया भागवते उत्तमश्लोके भक्तिर्भवति नैष्टिकीम् კომენტარები. უფალი භაგავად გიტაში 2:28 ამბობს Пос- Avyaktādīni bhūtāni vyaktamadhyāni bhārata avyaktāni dhanāneva tatrākā paridevana ყოველი შექმნილი არსება თავდაპირველად გამოუვლენელია. შუალედურ მდგომარეობაში ვლინდება, მაგრამ განადგურებისას კვლავ გამოუვლენელი ხდება. მას რა საჭიროა გლოვა? თუ აღიარებთ ორი მიმდინარეობის ფილოსოფოსთა პოზიციას, ერთს სჯერა სულის არსებობა, მეორეს არა. არც ერთ შემთხვევაში არ აგვაქვს გლოვის საბაბი. მათ ვისაც სულის არსებობა არ ასწამთ, ვედური მოძღვრების მიმდევრები ათეისტებს უწოდებენ. სჯელობის პროცესში ამ თეორიის აღიარებაც რომ მოგვიწიოს, გლოვის მიზეზი არ აგვაქვს. მით უფრო მაშინ თუ სულის არსებობა გვჯერა შექმნამდე მატერიალური ელემენტები გამოუნელელ მდგომარეობაში არიან. ანუ თუ სულის არსებობის გვჯერა, მაშინ შექმნამდე მატერიალური ელემენტები გამოუნენელ მდგომარეობაში არიან. გამოუნენელობის ამ ნატიფის სტადიიდან იწყება მათი გამოვლინება. ეს ისევე ხდება, როგორც ეთერისგან წარმოიქმნება ჰაერი, ჰაერისგან ცეცხლი, ცეცხლისგან წყალი, წყლისაგან კი მიწა. მიწისგან კი მრავალი გამოვლინებას ეძლევა სათავე. მაგალითისთვის, შეხედეთ დიდ ცათამბჯენს, რომელიც მიწისგან არის გამოვლენილი. როდესაც იგი ინგრევა, ეს გამოვლინება კვლავ გამოუვლენელ მდგომარეობაში გადადის და საბოლოო სტადიაში უკვე ატომების სახეს ღებულობს. ენერგიის შენახვის კანონი ძალაში რჩება, მაგრამ დროთა განმავლობაში საგნები ხან ვლინდება, ხან გამოუვლენელ მდგომარეობაში გადადის. ესაა განსხვავება. მას რისთვის უნდა ვიგლოვოთ გამოუვლენილ ან გამოუვლენელ მდგომარეობაში მყოფი არსება. გამოუვლენელ მდგომარეობაშიც ასე თუ ისე არაფერი იკარგება. დასაწყისშიც და დასასრულშიც ყოველი ელემენტი გამოუვლენელ მდგომარეობაში იმყოფება და მხოლოდ შუალედურ სტადიაში ვლინდება.
რაც არავითარ რეალურ მატერიალურ განსხვავებას არ წარმოშობს. Бхагавад-гита 8, извините, 2.28 говорит, вначале все сотворенные существа находятся в непроявленном состоянии. На промежуточном этапе творения они проявляются, а после уничтожения Вселенной вновь переходят в непроявленное состояние. Так стоит ли оплакивать их? Даже учитывая, что есть две философские концепции, приверженцы одной из которых верят в существование души, а другой нет, следует признать, что ни у тех, ни у других нет причины для скорби. Тех, кто не верит в существование души, последователи ведической философии называют атеистами. Но даже если чисто теоретически мы примем точку зрения атеистов, нам все равно ни о чем будет скорбить. Тому, кто принимает во внимание факт самостоятельного существования души, следует помнить, что для начала творения все материальные элементы находятся в непроявленном состоянии. Затем из тонкого непроявленного состояния они переходят в проявленное состояние, от тонкого к грубому. Из эфира проявляется воздух, из воздуха огонь, из огня вода, а из воды земля. Земля – источник огромного многообразия материальных проявлений. Возьмем, к примеру, небоскреб. Он состоит из земли. Когда он разрушается, составляющие его компоненты переходят из проявленного состояния в непроявленное и в конечном счете распадаются на атомы. Закон сохранения энергии всегда действует. Но с течением времени материальные объекты то проявляются, то вновь переходят в непроявленное состояние. Стало быть, нет смысла скорбеть ни о том, что проявлено и существует сейчас, ни о том, что перестало существовать. Даже находясь в непроявленном состоянии, материальные элементы никуда не исчезают. В начале и в конце они находятся в непроявленном состоянии и проявляются только на промежуточной стадии, что, по сути, нисколько не меняет положение дела. თუ აღიარებთ ფაგავად გიტაში მოცემულ ვედურ დასკვნას, რომლის თანახმადაც მატერიალური სხეულები დროთა განმავლობაში ნადგურდებიან, ანტა-ვანტა იმე დე-ჰა-ჰა, ხოლო სული მარადიულია ნიტიას ჯოქტა-ჰა შარირინა-ჰა. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ სხეული, რასაც ვეცვლით, სამოსელს გავს. მას ტანსაცმლის გამოსვლა რატომ ვიდარდოთ? მარადიულ სულთან შედარებით მატერიალური სხეული სინამდვილეში არც არსებობს. მისი არსებობა სიზმარს გავს. სიზმრად ვხედავთ, რომ ცაში დავფრინავთ ან სამეფო ეტლში ვსხედვართ, მაგრამ გამოღვიძების შემდეგ აღარც ცაში ვართ და არც ეტლი ჩანს სადმე. ვედური სიბრძნე მატერიალური სხეულის არსებობის საფუძველზე თვით შემეცნებისკენ მოგვიწოდებს. ამიტომ გვჯერა სულის არსებობის თუ არა, არც ერთ შემთხვევაში არ ღირს სხეულის დატირება. Если же принять точку зрения Веды Бхагавад-гиты, согласно которой с течением времени погибают только материальные тела, антаванта име техаха, тогда душа существует вечно, нитьясьёк таха шариринаха, то необходимо всегда помнить о том, что наше тело подобно одежде. Так стоит ли печалиться, меняя старую одежду на новую? В сравнении с вечной душой материальное тело предстает чем-то нереальным. Его существование подобно сну. Во сне мы видим себя летающими по небу или восседающими на царской колеснице, но просыпаясь, обнаруживаем, что мы не в небе и не на колеснице. Давая понять, что материальное тело иллюзорно, Веды побуждают людей стремиться к осознанию своей духовной природы. И так, независимо от того, верим мы в существование души или нет, у нас нет никаких причин оплакивать смерть тела. მაჰაბჰარატაში ნათქვამია: ადარშანად იჰაიატაჰა, უნაშ ჩანდრას შანამ გადაჰა. ამ განაცხადს შეუძლია დაადასტუროს ათეისტ მეცნიერთა თეორია იმის თაობაზე, რომ დედის მუზელში მყოფი ბავშვი ცოცხალი არ არის.
არამედ ის უბრალოდ მატერიის პატარა ნაწილია. ამ თეორიით რომ ვიმსჯელოთ, თუ მას ქირურგიულ ოპერაციას აბორტს ჩავუტარებთ, არავითარ სიცოცხლეს არ მოვკლავთ. მათივე აზრით, დედის წიაღში ბავშვის სხეული სიმსივნეს გავს და თუ ამ სიმსივნეს ამოჭრით, ამას რაც უნდა მოხვეს. იმავე არგუმენტის დამოწმება შეიძლებოდა მეფისა და მისი დედოფლების შემთხვევაშიც. მეფის სხეული გამოვლენილი წყაროდან გამოვლინდა და გამოვლენილი მდგომარეობიდან კვლავ გამოვლენილში გადავა. ვინაიდან გამოვლინება მხოლოდ შუა პერიოდში ხდება, ორ გამოვლენილ პერიოდს შორის რა საჭიროა შუალედურ გამოვლენილ სხეულზე ტირილი. В Махабхарате, в Махабхарате сказано «Адаршанат и хаятха, пунашча даршанам катаха». На эти слова вполне могли бы сослаться ученые-атеисты, которые заявляют, что ребенок в лоне матери всего лишь безжизненный комок материи. По их теории, аборт не убийство живого существа, а просто удаление комка материи. Зародыш – это что-то вроде опухоли, и в том, что его вырезают и выбрасывают, нет никакого греха. Те же доводы можно было бы применить и к царицам, скорбевшим о смерти супруга. Сначала тело царя было непроявленным, затем оно проявилось, а теперь вернулось в непроявленное состояние. Оно было непроявленным и снова стало непроявленным. Так стоит ли оплакивать это ненадолго проявившееся тело? Om Magyanatimirandasya Gyananjana Shalakaya Chakshurunmilitam Yena Tasmai Shri Gurave Namaha Shri Chaitanya Manopishtam Stapitam Yena Bhutale Swayam Rupa Kadamahyam Tadati Swapadantikam Vandeham Shri Guru Shri Yuta Padakamalam Shri Gurun Vaishnavam Shri Rupam Sagrajatam Sahagana Raghunatanvitam Tam Sajivam Sadvaitam Savadhutam Parijana Sahitam Krishna Chaitanya Devam Shri Radha Krishna Padan Sahagana Lalita Shri Vishakhanvitam He Krishna Karuna Sindhu Dinabandhu Jagatpate Gopisha Gopika Kanta Radha Kanta Namastute Tapta Kanchana Gaurangi Radhe Vrindavaneshwari Vrishabhanu Sute Devi Pranamami Hari Priye Vanchakalpatarupyascha Kripasindhupya evacha Patitanam Pavanebhyo Vaishnavebhyo Namo Namaha Jai Shri Krishna Chaitanya Prabhu Nityananda Shri Advaita Gadadhara Shri Vasadi Gaura Bhakta Vrinda Hare Krishna Hare Krishna 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 Hare 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 Rama Hare Rama 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 Hare Hare Namo Vishnu Padaya Krishna Pristhaya Bhutale Srimate Bhakti Vedanta Swami Niti Namine Namaste Saraswati Deve Gauravani Pracharine Nirvishesha Shunyavadi Paschatade Shatarine Харе Кришна, ძვირფასო ერთგულებო, მოგესალმებით კიდევ ერთხელ. Харе Кришна, дорогие преданные, еще раз рад поприветствовать вас. ამ ლექსში ჰირანიაკაშიპუ აგრძელებს თხრობას, დარიგებებს თავისი ნათესაობის მიმართ.
В этом стихе продолжаются, значит, наставления Хираньякашипу и его родственникам. და მას მოყავს ისტორია მეფე სუიაგიას შესახებ, რომელიც ბრძოლაში დაიღუპება და მისი ცოლები დასტერიან მას ძალიან. И он приводит историю, описывает историю, в которой царь Сурьяга, он оставил, он, значит, умер, и его супруги оплакивают его тело. ამბროსია მარაჯა მიდის დასამშვიდებლად, იმიტომ რომ ისეთი ხმამაღალი გლოვა იყო, რომ იამარაჯაც კი შეწუხდა. И в этот момент приходит Ямараджа, чтобы им помочь, потому что их скорбь была настолько громкой, что даже он от этого обеспокоился. და სინამდვილეში იამარაჯას ყველაზე მეტად აწუხებს ეს გამაოგნებელი დარდი ადამიანებისა წარმოვალ სხეულზე. И Ямараджа больше всех беспокоит вот это сильная скорбь людей о уходящем теле. და ვისაუბრებთ დღეს ამაზე. И как раз об этом мы сегодня поговорим. და როდესაც დაინახა ეს სცენა, რომ გლოვასაც აღარ ჰყავდა, იმდენად ძლიერ განიცდიდნენ, რომ არც ატანდნენ ამ სხეულს, რომ დაეწვათ უკვე, იმიტომ რომ უკვე მზე ჩადიოდა. ეს შეესაბამება იმას, ეხლაც შეგვიძლიათ ვნახოთ ესეთი სცენები, არ წაიღოთ ეს სხეული ადამიანების. И это, значит, скорбь уже зашла, как бы переросла даже все возможности. Они настолько погрузились в нее, что, несмотря на то, что уже солнце близилось к закату, они не давали унести тело на сожжение. И по сей день можно повстречать такие моменты в жизни, когда люди отказываются отдавать тело на погребение. იამარაჯამ ვერ მოითმინა ეს ყველაფერი, ამიტომაც მივიდა ამ ადამიანებთან ბავშვის ფორმაში და დაიწყო ქადაგება თავისი. И Ямарадж не выдержал всего этого, и поэтому он явился к людям в форме ребенка и начал им проповедовать. და ამ ლექსში ის ამბობს რა უყვირს მას ყველაზე მეტად. И вот в этом стихе он озвучивает, что его удивляет больше всего. ის ამბობს იმის მიუხედავად, რომ თქვენ ამხელა ადამიანები ხართ, აკვირდებით ძალიან ბევრ ადამიანს, რომ თქვენს გარშემო ყველა კვდება, თქვენ მაინც გგონიათ, რომ თქვენ თვითონ იგივე არ დაგემართებათ. И вот в этом стихе он говорит, вы уже старшие люди, и вы всю жизнь наблюдаете, что кто-то в вашем окружении умирает, и вас тоже это не минует. Но, невзирая на это, вы все равно так переживаете. ამ ლექსიდან ის გამოთქვამს თავის გაოცებას, რა უყვირს ყველაზე მეტად და შემდეგ ლექსებში მოიყვანს ზუსტად ისტორიას, რომელიც ამის დემონსტრირებას ახდენს, რამდენად სულელურია ასეთი რამ, იმიტომ რომ ჩვენს ყველას მოგვიწევს სიკვდილი. Ну вот в этом стихе он озвучивает, что его больше всего удивляет, а в последующих стихах он как раз приведет такую историю, которая указывает на смехотворность подобного подхода. ეს იგივეა, რომ ცხრები იყვნენ სასაკლაოს რიგში და დარდობდნენ წინაცხვარზე, რომელიც ყვდება და ფიქრობდნენ, ვაიმე ეს რა დაემართა მას და გლოვობდნენ, როცა უკვე რიგში დგანან და თვითონაც იგივე დაემართებათ. Это похоже на то, если бы овцы стояли в очереди на бойню и начинали скорбеть и переживать насчет предыдущей овцы, которую собираются убить, не понимая, что их тоже ожидает та же участь. და სინამდვილეში მართლაც, როდესაც ვგლოვობთ ვინმეს, სინამდვილეში ეს გლოვა ძლიერი იმის გამოა, რომ ჩვენ გვგონია, რომ ჩვენ იგივე არ დაგვემართება. И когда мы скорбим о ком-то,
Эта скорбь, она бывает сильной, потому что мы не понимаем, что с нами то же самое произойдет. ასეთი ძლიერია კრიშნას ილუზორული ენერგია, რომ იმის მიუხედავად, რომ ხედავთ, რომ ჩვენს გარშემო ყველა კვდება, ჩვენ ამას დიდ გაოცებას იწვევს, ეს როგორ დაემართ ამას და თან გგონია, რომ ჩვენ ეს არ დაგვემართება. И вот настолько сильна иллюзия Кришны, что невзирая на то, что мы видим, как вокруг все умирают, нас это все-таки удивляет, как же это с ними случилось. И в то же время мы совершенно не отдаем отчет себе в том, что с нами то же самое случится. თორემ მე რომ ვაცნობიერებდა, რომ მეც ზუსტად იგივე დამემართება, უბრალოდ დროშია განსხვავება. მაშინ მე გლოვა აღარ მექნება, იმიტომ რომ მეცოდინება, რომ ეს მეც ზუსტად იგივე დამემართება, ანუ ვისზე უნდა ვიდორო, მეც იგივე დამემართება. Потому что если мы осознаем это, то мы понимаем, что меня та же участь ждет. И зачем же здесь переживать? და სინამდვილეში ნახევარმართები როცა გვაკვირდებიან, მათ ძალიან უყვირთ, რომ ადამიანი რეალურად მართლა გავს სხვას, რომელიც რიგში იმყოფება და რომელიც უნდა მოკვდეს, იმიტომ რომ მათთვის იმდენად მცირე ხანგრძლივობა აქვს ადამიანს, რომ საერთოდ ვერ უყურებენ ამ ადამიანებს, იმიტომ რომ აა გაგიჟებას არიან, როგორ ახერხებენ ცხოვრებას, როცა აი ფაქტურად ერთ წამში მოკვდებიან. Изумление проявляется и у богов тоже, когда они смотрят на людей, их поведение. Им совершенно непонятно, почему люди так скорбят, потому что для них человеческая жизнь протекает вообще какие-то считанные минуты, да, они не могут даже так быстро очень, скоротечно идет, и рождения до смерти. როცა აქ ჩამოდიან, მიწასაც არ ეხებიან, რადგან აქაური მიწა და ყველაფერი სიკვდილით არის გაჟღენთილი, ყველა კვდება. Когда они спускаются на землю, даже не ступают на землю, потому что все, и земля, и все остальное здесь пропитано смертью. ის მტვერი არის სხვადასხვა სხეულების ცოცხალი არსებების მკვდარი სიკვდილის მტვერი. И вот эта пыль, что на земле, это является пылью от умерших живых существ. და მათ ეს ძალიან აშინებთ, რომ რადგან თვითონ დიდხანს ცხოვრობენ და არ უნდათ ფიქრი იმაზე, რომ ეს სიკვდილის დრო მოვა. И это их немножко пугает, потому что они сами очень долго живут и не хотят задумываться о том, что им тоже придется умереть. წესით ჩვენც უნდა ვაცნობიერებდეთ ამას, თუმცა ილუზორული ენერგია იმდენად ძლევამოსილია, რომ ამ ობიექტურ რეალობას ფარავს და რაღაც პარადოქსული შედეგები ჩნდება, რომ ადამიანს გონია, რომ თვითონ მარადიულად იქნება. И, по идее, мы тоже должны это осознавать. Хотя иллюзорная энергия, она на то так могущественна, что вот эту объективную реальность она закрывает, и мы получаем какие-то парадоксальные результаты от этого. შლაპრაპადა კომენტარებში ასევე ამბობს, რომ თუნდაც არ გვჯეროდეს სულის არსებობის, რომ სული არსებობს. ხედავთ, რომ ანუ თუნდაც მატერიალური ათეისტური აზროვნება გქონდეს, ხედავთ, რომ ყველა სხეული კვდება, ხედავთ, რომ ეს ჩვეულებრივი მატერიალური ელემენტებია და კვდება, მაინც არ უნდა გლოვდეს ადამიანი. И Шрила Прабхупада в комментариях нам указывает на то, что если даже мы не верим в существование души и являемся атеистами, то и в этом случае мы же видим и наблюдаем, что каждое живое существо, оно умирает. И материальное тело тоже умирает. И зачем же здесь скорбить? Здесь тоже нету причины для скорби. და იამარაჯა აქ ამბობს, რაც ობიექტური რეალობაა, რომ ამას ამ პროცესს არ აქვს გამონაკლისი. И Ямарадж здесь тоже указывает на то, что является
реально, то не существует исключений. და თეორიულად ჩვენც ვიცით, ეს გამონაკლისი არ არის ყველა მოუკვდებით, მაგრამ შინაგანად ამისი არ გუჯერა. Теоретически мы тоже все знаем, что нет исключений, и все умрут, но как-то внутренне что-то этому противится. რადგან აა, ეს ილუზორული ენერგია მოქმედებს ამ ადამიანზე და ან ობიექტურ რეალობას უფარავს. И это происходит из-за того, что иллюзорная энергия воздействует на человека и покрывает объективную реальность для него. შეუძლებელია ეს მე დამემართოს, როგორ შეიძლება ესეთი რამე მე დამემართოს, მე გამონაკლისი ვარ. И человек начинает думать, нет, невозможно, чтобы это со мной произошло. Как это может быть? Я исключение. თუმცა ეს ასე არ არის. რეალობა ის არის, რომ ყველას ეს მოგვიწევს, უბრალოდ ამ რეალობის დანახვა არ გვინდა. Хотя реальность совершенно противоположна. Реальность в том, что с каждым из нас это произойдет. Мы просто не хотим этого видеть. და თან ყველაზე საოცარი ეს ფაქტი არის იამარაჯასთვის. И самым удивительным этот факт является для Ямараджа. რადგან ის უშუალოდ განაგებს და უშუალოდ ხედავს, ვის რამდენი სიცოცხლე აქვს დარჩენილი და ვინ როდის უნდა წაიყვანოს. Потому что он реально видит, у кого сколько жизни осталось и когда кого нужно забирать. პირდაპირ ხედავს, რომ ჩათვალეთ მივიდა ამ პროცესში და ხედავს, რომ ადამიანები ტირიან და წარმოვიდგინოთ, რომ თავზე მათ აქვს უკუთვლა. ყოველი წამი უკან ვითვლის და მე ვიღაცას უგლობობ და ამ დროს ჩემი წამზომიც ჩართულია და მეც იგივე უნდა დამემართოს და ასე ხედავს იამარაჯა მათ. И вот представьте, как видит Ямарадж. Вот он пришел и смотрит на этих людей, которые оплакивают кого-то, кто умер, а у них на голове секундомер, который обратно отсчитывает время их жизни. И он видит, кому сколько осталось. და გაოგნებულია, რას საკეთებენ უბრალოდ ადამიანები. И он просто удивлен, чем же эти люди занимаются. რომ ყველას იგივე დაიმართებათ уბრალოდ ეს წამზომი უკუთვლით მიდის. И всех постигнет та же участь. Этот секундомер, он отмеряет время в обратном порядке. რადგან ვედების მიხედვით სანამ ადამიანი დაიბადება, მას უკვე განსაზღვრული აქვს პერიოდი, რამდენ ხანს უნდა იცხოვროს და ამას განაგებს ზუსტად იამარაჯა. Потому что по ведам, когда человек рождается, у него с момента рождения уже определено, сколько ему предстоит жизнь. И как раз Ямарадж управляет всем этим процессом. ამიტომაც უნდა გავიგოთ, რამდენად დაოცებს იამარაჯას ეს მომენტი, რომ სინამდვილეში ყველაზე მეტად ამ სამყაროში ეგ უკვირს და განვიხილოთ ამას. Поэтому мы должны понимать, насколько этот процесс удивляет Ямараджа. Это самое большое, это то, что его больше всего удивляет. И мы фактически будем разбирать этот момент. რადგან იამარაჯას ეს შეკითხვა, ანუ ამას არ გამოთქვამს მხოლოდ ამ მომენტში. სადაც Потому უკვე, სადაც ეს პროცესი უშუალოდ მოხდა და ეს გლოვობენ ადამიანები. Потому что Ямарадж не задает этот вопрос только здесь, в этом моменте, когда вот этот факт произошел, и люди здесь скорбят. რადგან როდესაც იამარაჯა იყო მოვლენილი იუდჰიშთირას სახით, ზუსტად იგივე გაოცება გამოთქვა მან და თანაც არ იყო კონკრეტული კერძო შემთხვევა, რომ რაღაც მოხდა და ამიტომ ვთქვი, რომ ეს მაუწებს. არა, зогадად ობიექტურად ყველაზე მეტად მას ეს აუცებდა. Когда Ямарадж был послан сюда в лице царя Юдхиштхиры, то тот тоже самое высказал такое же удивление, хотя это не было связано с каким-то конкретным моментом и конкретной ситуацией. Он в общем указал, что его удивляет вот этот факт. მადვაჩარი ამბობს, რომ როდესაც იამარაჯამ კუნტის შვილი უბოძა იუდჰიშთირა, არა მხოლოდ შვილი უბოძა, არამედ თვითონ გახდა მისი შვილი.
А, Винабокс, Винабокс, Гадановица. Матвачария. Мадхавачарья говорит, что когда Ямарадж даровал сына Кунти, шел в этого ребенка. ჩემთან ცოტა გაჭედა. გადათარგმნოთ, ხო? И когда так. ანუ თვითონ იამარაჯა გახდა იუთიშთირა იყო თარმარაჯას იამარაჯას განსხეულება დედამიწაზე. Царь Юдхиштхира был олицетворением Дхармараджа на земле, Ямараджа. და კომენტატორები ახსნიან, რომ როდესაც ნახევარმერთი თავის ექსპანსიას ავლენს დედამიწაზე, კონკრეტული არსების სახით, ის მაინც აგრძელებს არსებობას თავისი ნახევარმერთის позиციაზე. И комментаторы нам, значит, объясняют, что когда полубоги проявляют свою экспансию на земле в лице человека, то они продолжают свое существование в в своей позиции. თავისუფლების შემთხვევაში მას შეუძლიათ რამდენიმე ექსპანსიაც მოახდინონ. В случае необходимости они способны проявлять несколько экспансий. როგორც იამარაჯას შემთხვევაში მოხდა, რადგან იუთიშთირა როდესაც დაიბადა, უკვე იყო იამარაჯა მოვლენილი როგორც ვიდურა. И как это произошло в случае с Ямараджем, потому что когда Ямарадж появился как Юдхиштхира, то его другое проявление уже существовало. Конкретно это был Видура. და მაჰაბარატაში აღწერილია ეპიზოდი, როდესაც თავად იამარაჯა მოდის იმისთვის, რომ გამოსცადოს თავისი შვილი, თავისი ექსპანსია იუთიშთირა. И в Махабхарате описывается эпизод, где Ямарадж самолично приходит, чтобы, значит, испытать своего сына, свою экспансию в лице царя Юдхиштхиры. ისევლინება, რომ იაქშას სახით ტყეში და მას აქვს დიდი ლამაზი წყრიალა ტბა. Он является в форме якши в лесу, который владеет очень красивым большим озером. და იუთიშთირა ამ დროს თავის ძმებს ეუბნება, რომ ხეზე ავიდნენ და გადაიხედონ, სადმე ხომ არ ჩანს დასალევი წყალი. Юдхиштхира тем временем он просит братьев забраться на дерево и рассмотреть окрестности, значит, найти, есть ли где-нибудь поблизости источник питьевой воды. და ისინი დაინახავენ ამ ლამაზ ტბას და ერთი მეორის მიყოლებით იუთიშთირა აგზავნის თავის ძმებს წყლის მოსატანად. И они увидят это озеро, и Юдхиштхира отсылает своих братьев одного за другим принести эту воду. და როდესაც ამ წყალთან მიდიან, იაქშამათ ეუბნება, ეს ჩემი სამფლობელოა, ჩემი ნებართვის გარეშე არ უნდა დალიო წყალი. ამიტომ მე შენ შეკითხვებს დაგისვამ, მიპასუხე და შემდეგ დალიე წყალი. Когда они подходят к озеру, Якша их останавливает и говорит: это мое владение, без моего разрешения вы не сможете выпить воду, поэтому ответьте на мои вопросы, и я дам вам разрешение. თუმცა იუთიშთირას ძმები გადასარგებლად. ყურადღებას არ აქცევენ მას, რადგან ძალიან სწორიათ შენ ვინხარ საერთოდ და იწყებენ ამ წყლის დალევას და როგორც წყალს შესვავენ, მაშინვე კვდრები ეცემიან მიწაზე უსულოდ. Знают его такому наставлению, и несмотря на то, что он предупредил сильные жажды,
начинают пить воду, и как только с первым же глотком они падают замертво. არჯუნაც კი შემდეგ, როდესაც მივა სანახავად, იაქშას ეუბნება, შენ ვინ ხარ საერთოდ, რომ მე მიშლი ამ წყლის დალევას? И даже Арджуна, когда он приходит туда, чтобы проверить, что с братьями, говорит Якше, вообще, кто ты такой, откуда ты имеешь право мне запрещать? იაქშამ უთხრა, რა შეგჭირდება ჩემთან ბრძოლა? შენ ეს ჩემი სამფლობელოა და უბრალოდ გეუბნები, რომ არ დალიო წყალი, აა, სანამ ჩემ შეკითხვებს არ უპასუხებ, ამ აქვს ამის უფლება. И Якша отвечает ему, зачем тебе со мной сражаться? Вот, просто прими то, что это мое владение, и ответив на вопросы, мои вопросы, я дам тебе разрешение напиться воды. თუმცა არჯუნა მაინც იღებს მშვილს და ყველა მიმართულებით ისურის ის არის, რომ მოარტყაც და მათ შორის იყენებს თავის უნარს, ბგერაზე სროლის უნარს, რომ იაქშა განგმიროს. И несмотря на это, Арджуна все-таки достает свой лук, направляет стрелы во все направления, даже использует свою способность стрелять по звуку. და ამ სროლაში ვერც კი გაიგო, რა შეკითხვა უნდა და დაესვა იაქშას და იმდენად წყურო და წყალი მაინაც დალია და ისიც დაეცა усулოდ. И в это время, когда он стрелял по Якше, он даже не услышал те вопросы, которые Якша хотел ему задать. И все равно выпил воды, потому что его мучила жажда. სინამდვილეში მაჰაბარატაში ეს არ არის მოცემული, თუმცა აჩარიები ხსნიან, რომ იამარაჯა უბრალოდ თავისი ძალის მეშვეობით აძინებდა ამათ თითქოს და გარედან ჩანდა თითქოს ისინი მოკვდნენ, მაგრამ სინამდვილეში უბრალოდ ილუზორული ენერგიით აძინებდა მათ, уბრალოდ თიშავდა. Правда, это не указано в Махабхарате, но Ачарьи нам разъясняют этот момент, что Ямарадж в это время не убивал по-настоящему братьев, он просто своей энергией погрузил их в такой сон, что внешне казалось, как будто они умерли. როდესაც არც ერთი ძმა არ დაბრუნდა, იუთიშთირა თვითონ წავიდა, ენახა თუ რა ხდებოდა. Когда ни один из братьев не вернулся, тогда Юдхиштхира сам направился проверить, что же там с братьями произошло. და როდესაც მივიდა, დაინახა დიდი ლამაზი წკრიალა ტბა, რომელსაც გარშემო ღობე ჰქონდა სინამდვილეში ოქროს ღობე, ოღონდ ну ასე თქვათ ბადესავით ან სეტკასავით, რომ წარმოვიდგინოთ. А по пришествии он обнаружил большое красивое озеро, огороженное золотой сеткой. ისეთი შთაბეჭდილება ჰქონდა ამ ტბას, თითქოს თავად ვიშვა კარმა მოაწყო ეს ყველაფერი. Это озеро производило впечатление, как будто сам Вишвакарма обустроил здесь все. რითიშთირა შეხვდება ამ იაქშას და ასევე დაინახავს თავის ძმებს, რომლებიც მკვდრები გდიან. Юдхиштхира повстречает, естественно, Якшу и также увидит своих мертвых братьев. და იაქშა ეტყვის, მე მომკალი სინამდვილეში შენი ძმები. И Якша ему говорит, это я убил твоих братьев. ეს არის ჩემი სამფლობელო. ეს წყალი მე მეკუთვნის. ამიტომაც შენს ნუ დალევ ამ წყალს ჩემი ნებართვის გარეშე თუ სიცოცხლე შენთვის ძვირფასია. Это озеро мое владение, и поэтому тебе тоже не стоит пить воду без моего разрешения. რადგან როგორც კი ამ წყალს დალევ, მაშინვე შენც იგივე დაგემართება. Потому что если ты просто запьешь эту воду, то с тобой то же самое произойдет. მოვიდგინოთ, რომ ვიღაცამ ჩვენი ძმები დახოცა და თან გვეუბნება, რომ მას დავემორჩილოთ. რამდენად გაბრაზება იქნება ჩვენში და სურვილი, რომ მას არ დავემორჩილოთ. Представьте, кто-то убил наших братьев.
и в то же самое время требует, чтобы мы ему подчинились. Насколько же в нас будет противостояние этому? Представьте просто. მაგრამ Yudhishthira როგორც Dharma რაჯას, Yamarajas განსხეულება, Но, ისეუბნება მას. но Юдхиштира, как олицетворение Дхармараджа, Ямараджа, отвечает Якше. ისეუბნება, რომ სინამდვილეში კეთილშობილი ადამიანი არ იღებს იმას, რაც სხვას ეკუთვნის. Воистину, значит, правильный человек не ведет ничего того, что принадлежит другому. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის სხვა იტყვის, რომ ეს ჩემია და მე მეკუთვნის. Особенно в том случае, когда вот этот другой говорит, это мое, это мне принадлежит. ანუ როცა თვითონ აცხადებს ამას და გვეუბნება. Когда он сам это нам как бы объявляет. და სინამდვილეში ამას ამობს შრი შოპანიშადის პირველი ლექსიც, რომ იცოდე ის თუ რა გეკუთვნის შენ და ნუ აიღებ იმას, რაც შენ არ გეკუთვნის და ეკუთვნის სხვას. Об этом как раз нам повествует первый стих Шапанишад, который гласит, знаешь, что является твоей долей, и не бери ничего, что тебе не принадлежит. ამიტომაც Yudhishthira ეუბნება, რომ კარგი, დამისვი შეკითხვები და მე ვუპასუხებ შენს შეკითხვებს. Поэтому Юдхиштира как бы говорит, хорошо, задавай твои вопросы, я буду на них отвечать. და Yamaraja პასუხობს მის შეკითხვებს, Yudhishthira პასუხობს Yakshas შეკითხვებს ერთი მეორის მიყოლებით და Yaksha უსვამს ძალიან ბევრ შეკითხვას Yamarajas და ყველა შეკითხვაზე უბადლოდ პასუხობს Yudhishthira. И Якша задает много вопросов Юдхиштире, и на каждый вопрос Юдхиштира отвечает наилучшим образом. და ერთ-ერთი შეკითხვა, რომელსაც Yamaraja Yakshas სახით დაუსვამს Yudhishthirას, არის ასეთი. И один из вопросов, который Ямарадж в облике Якши задает Юдхиштире, таков. ისეუბნება ყოველ დღე Yakshა ეკითხება მას, რომ ყველაზე საოცარი რა არის ამ სამყაროში. Якша задает вопрос, что является самым удивительным в этом мире? რა გაოცებს ყველაზე მეტად? Что тебя изумляет, что тебя удивляет больше всего? და Yudhishthira პასუხობს ზუსტად იმას, რასაც წარმოთქვამს დღევანდელი შრიმად Bhagavatam-ის лексში. И Юдхиштира говорит то же самое, о чем мы прочли в сегодняшнем стихе Бхагаватам. ის ამბობს, აჰანი აჰანი ბჰუტანი გაჩატი იამა მანდირამ. აჰანი ნიშნავს დღითი დღე, დღე დღეზე. Здесь Ахани значит день за днем. ბჰუტანი ანუ ცოცხალი არსებები Будани живые существа. გაჩანტი ანუ მიდიან იამა მანდირამ, იამარაჯას მანდირში, იამარაჯას სავანეში. Гачанты уходят в Яма Мандирам. Это во владение Ямараджа. მაგრამ იმის მიუხედავად, რომ ადამიანები ამ ყველაფერს აკურდებიან, ვინც აქრჩება, ისინი ფიქრობენ, რომ მარადეულად იცხოვრებენ და მათ ეს არ შეეხებათ, მათ იგივე არ დაემართებათ. И несмотря на то, что люди все это наблюдают, те, кто здесь остаются, считают, что это их не коснется, и что подобная судьба их тоже не ждет. და რა შეიძლება იყოს ამ სამყაროში ამაზე მეტად საოცარი? И что же может быть в этом мире более удивительным, чем это? ანუ იამარაჯასთვის არა მხოლოდ ამ მომენტში, ყველა დროში ეს შეკითხვა აქტუალურია და ყველაზე საოცარია მისთვის და უცნაური. Другими словами, для Ямараджа этот вопрос является самым удивительным не только в данный момент, но вообще во все времена. და როდესაც დაინახა, რომ
კიდევ იგივე მდგომარეობა იყო და თანაც არაუბრალო მდგომარეობა, არამედ უბრალოდ სიგიჟემდე გლოვობდნენ. მან ვეღარ მოითმინა და მივიდა და პირდაპირ უთხრა, რას აკეთებთ საერთოდ? И когда он увидел, что вот опять подобная ситуация развилась, и не только подобная, а здесь уже какое-то безумие происходит, то он не вытерпел и пришел и сказал им, чем вы тут занимаетесь? ამ ლექსში არის მეორე საინტერესო მომენტიც. В этом стихе есть еще один интересный момент. ლექსი ამბობს, რომ ადამიანი მოდის რაღაც უცნობი ადგილიდან და ისევ უცნობ ადგილზე მიდის სიკვდილის შემდეგ. В стихе говорится, что человек приходит из какого-то неизвестного места, и неизвестно, куда он уходит после смерти. კომენტარები ამ ლექსს ადარებენ ფაგავად გიტას ლექსს, რაც შრილა პრაბჰუპადას მოყავს ასევე комментарებში. И комментаторы сравнивают этот стих с тем же стихом из Бхагавад-гиты, на который указывает нам Шрила Прабхупада, სადაც კრიშნა საუბრობს იგივეს. где Кришна говорит то же самое. და პრაბჰუპადა განმარტავს А რას ნიშნავს ეს ყოველ. А Прабхупада уже разъясняет нам, что это все значит. რადგან იამარაჯა ეუბნება მათ, რომ რეალურად ეს სხეული, ყველა ეს სხეული გამოუნდელა მდგომარეობაშია თავიდან პრათანაში და შემდეგ საშუალედურ მომენტში გამოუნდენელია და შემდეგ ისევ გამოუნდენელში გადადის. И Ямарадж здесь указывает на то, что в реальности каждое материальное тело изначально существует в непроявленном состоянии, в прадхане. Потом в промежуточный момент она проявляется, а потом опять переходит в непроявленное состояние. და მართლაც აი ამ სხეულს რომ ვაკვირდებით ან ნებისმიერ ობიექტს ამ სამყაროში, ვგონია რომ აი ეს რეალურია. И когда мы смотрим на какой-то объект в этом мире, мы думаем, что он реально существует. თუმცა გამოუნდელ მდგომარეობაში პრადჰანაში ის ატომებიც კი არ ჩანს, რომლითაც ეს ჩვენი კონკრეტული სხეული იყო აგებული, ყველაფერი არის ერთიანი ფაფასავით, რაც კი ამ სამყაროში არსებობს. Хотя в Прадхане, в непроявленном состоянии, там не видны даже атомы. И атомы того проявленного тела, на которое мы смотрим. Там все слито воедино, как в единую кашу. და მომავალშიც ეს ჩვენი ნებისმიერი მატერიალური ელემენტი, მათ შორის ეს სხეული და ყველა პლანეტა აითქვიფება იგივენაირ პრადჰანაში. И в будущем это наше материальное тело, даже все планеты опять смешаются в тоже непроявленном состоянии в Прадхане. და ჩვენ გვგონია რომ ეს რეალურია. ანუ ახლა ვუყურებთ რეალობას თითქოს, მაგრამ რეალური არის მხოლოდ სული და ზესული ამ სამყაროში. დანარჩენი არის ფაფა უბრალოდ. И мы думаем, смотря на вот эти тела, что это все реально, но реальным является только душа и сверхдуша. Остальное это просто вот каша Прадхан. რადგან ობიექტები რადგან არსებობს ის რაც ადრე არ იყო, მომავალშიც არ იქნება და ახლა არის, რანაირად არსებობს ის. Мгм. Потому что, ну вот как же может существовать, которое не существовало, сейчас есть, а потом опять не будет существовать. იგივე როგორც სიზმარი, ხომ? ანუ იყო, მაგრამ ახლა არ არის. Это то же самое, как сон у нас. Был этот сон, но он пропал. უბრალოდ სიზმარში უფრო ნატიფი სახით იქმნება ის ობიექტები, რასაც ვხედავთ, აქ კი უბრალოდ ამ პრათანას მატერიალური ელემენტებით იქმნება ეს სხეულები, მაგრამ შემდეგ ისევ იფანტება. როგორც ქვიშისგან აიწყო და მერე ისევ გაიფანტა. Но только во сне все это то же самое происходит на более как бы тонком уровне там. А здесь как бы наяву
Да, это происходит, используя просто элементы Прадханы, эти материальные вещества, которые, как песочный замок, они через какое-то время распадутся. Mhm. ეს შეიძლება გავიგოთ შლაპრაპადას თარგმანის მიხედვით ამ როგორც თარგმნის ამ კონკრეტულ ლექსს შეიძლება სხვანაირადაც დავუკვირდეთ ამ მომენტს. И а, то, как Шрила Прабхупада переводит этот стих, дает нам возможность еще с другой стороны воспринять его по-другому. შლაპრაპადა ამბობს, გაუგებარია საიდან მოდის სული, გაპიროვნებული სული და სეკუნდების შემდეგ გაუგებარია სად მიდის. Шрила Прабхупада нам говорит, непонятно, откуда приходит эта обусловленная душа в жизнь, и непонятно, куда она уходит და после მართლაც რომ смерти. დავფიქრდეთ, ჩვენთვის ახლა გაუგებარია საიდან მოვედით აქ. И если мы задумаемся, для нас тоже это непонятно, откуда мы здесь появились. და ეს ადგილით, სადაც მოვედით, სრულიად უცნობი იყო ჩვენთვის, სანამ აქ მოვიდოდით ამ კონკრეტულ რეალობაში. И это место для нас было совершенно неизвестным до того, как бы мы пришли в эту конкретную реальность. არა მხოლოდ ადგილი, ჩვენი საკუთარი სხეულიც კი უცნობი იყო და ნელ-ნელა მივეჩვიეთ დავაკვირდით, თუ ეს ნახე სად მოსულ ვარ. И не только местность, но даже наше собственное тело для нас было неизвестным. Мы просто со временем привыкли к нему и поняли, вот мы сейчас сюда явились. უცხო მშობლები, უცხო ნათესავები, უცხო გარემოცვა, უცხო მეგობრები, уცხო реалობა. Для нас незнакомо ни родственники, ни родители, ни значит, друзья, общество и обстановка вообще. და კიდევ ერთი ძლიერი მომენტი ამ ილუზიის ის არის, რომ ჩვენ მოვდივართ აქ და გგონია ეს რეალობა ჩვენი მთელი არსებობის აზრი. И еще один сильный момент в иллюзии в том, что мы, придя сюда, начинаем считать, что вот эта вся материальная реальность является сутью нашей жизни. და ეს რეალობა კონკრეტული, სადაც მოვხვდით, არც ვიცოდით მანამდე, იმიტომ რომ მანამდე სრულიად სხვა ცხოვრება და სხვა გარემოცვა გვქონდა. Но мы эту реальность, в которую попали, совершенно не знали до этого, потому что до этого мы жили совершенно в другой реальности, в духовном пространстве. და მილიარდჯერ გვაქვს ესეთი რეალობები შეცვლილი და ყოველ ჯერზე გვგონია რომ ეს რეალობა, ეს ახალი რეალობა, სადაც მოვხვდი სრულიად უცნობ რეალობაში, ეს არის ერთადერთი, რაც კი არსებობს ჩემ ცხოვრებაში და ამის იქით მე ვერ ვიცოცხლებ საერთოდ. ჩემი არსებობა კვდება. Мы уже миллион раз меняли подобные реальности, но каждый раз, приходя в новую реальность, мы начинаем думать, что вот эта реальность является единственной важной в моей жизни, и что помимо этой реальности я нигде не смогу существовать. იამარაჯა ასევე ამბობს, მოვდივართ სრულიად უცხო ადგილიდან. И я рад, что вы нам здесь говорит, мы приходим не весть откуда. მართლაც რომ დავფიქრდეთ, მანამდე რა რეალობაში ვიყავით, ჩვენთვის ახლა ის რეალობა საერთოდ უცხოა. И даже если мы задумаемся, так и есть. Та реальность, откуда мы пришли, на данный момент для нас совершенно незнакома. შეიძლება გაგვივლია კიდეც იმ ადგილებში, სადაც წინა ცხოვრებებში ვიყავით და გვეგონა რომ ეს ყველაზე ეს არის ერთადერთი რეალობა, სადაც ვცხოვრობ, ჩემი სახლი იყო თუ გარემოცვა და ეხლა ჩავუვლით და შეიძლება ვერც კი ვიცნოთ, სრულიად უცხოა ჩვენთვის. И мы, может быть, даже проходим мимо того места, где раньше проживали, которое считали собственным и единственной реальностью, для которой которой мы живем. И на данный момент, пройдя мимо, мы даже не узнаем от него, потому что не помним этого. თუმცა ოდესღაც იმ რეალობაზე მიჯაჭვული ვიყავით ისე, რომ მის იქით ცხოვრება არ შეგვეძლო. Хотя в то время, в свое время, мы были очень сильно привязаны к той реальности и думали, что помимо этого не существует жизни. და შლაპრაპად ამას ადარებს სიზმარს. სიზმარში რაღაცას ვხედავ და განვიცდი, მაგრამ როგორც გავიღვიძებ, ეს სიზმარი ქრება მთლიანად.
И Шрила Прабхупада сравнивает это со сном. Во сне я вижу какие-то сновидения, переживаю в них, но как только я просыпаюсь, все это улетучивается. შლოპროპადა კომენტარებში ამბობს, შეიძლება სიზმარში ცაში დაუფრინამდე, ან რაღაც სამეფო ეტლში ვიჯდე, მაგრამ როცა ვიღუძებ ეს ყველაფერი ქრება. Шрила Прабхупада здесь в комментарии говорит, что я во сне могу летать в небе или сидеть в царственной колеснице, но как только я проснусь, все это исчезает. გამოღვიძების თანავე ეს ყველაფერი გაქრება, მაგრამ სანამ იმ მომენტში ვართ, ჩვენ ყველაზე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამას და ჩვენ გგონია ეს ჩვენი ცხოვრების არსი მთლიანი. По пробуждению все это исчезнет, но пока мы находимся в том моменте, мы очень сильное, значит, значение всему этому придаем. და ყველაზე საინტერესო ის არის, რომ შეიძლება საერთოდ მომავალში დავიბადოთ რაღაცა მატლის სხეულში და ის მატლის რეალობა უფრო მნიშვნელოვანი გვაგონოს და იყოს ჩვენთვის, ვიდრე ადამიანის სხეულის მაგალითად. И самое как бы удивительное в этом то, что если мы э, приняли рождение в форме гусеницы, то мы будем считать, что эта жизнь гусеницы является самой важной для меня, несмотря на то, что существует человеческая форма. და მოყვანილია მაგალითები ისტორიკები ხომ, როდესაც იმდენაც კი, როდესაც ესეთი პოზიცია აქვს, ესეთი სხეული აქვს, ესეთი გარემოცვა აქვს, ესეთი ძალაუფლება აქვს, იბადება რაღაც ცხოველის სხეულში და ის გონია ყველაზე ძვირფასი არ უნდა იქიდან წამოსვლა. И есть у нас примеры этого в шастрах. Даже Индра, который обладает таким могуществом, таким телом, вообще управляет, э, является правителем, но он тоже рождается в теле животного и считает ту свою жизнь очень важной. ეს იმაზე მეტყველებს, რომ რეალურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ინდრა იქნება ადამიანი თუ ბაქტერია, ორივე ამ რეალობას ყველაზე მნიშვნელოვნად აღიქვამს, მაგრამ ორივე რეალობა არის ილუზორული. გამოუვლენელიდან მოვიდა და გამოუვლენელში გადავა. И это указывает на то, что невзирая на то, что ты индра или бактерия, оба они, значит, воспринимают эту свою жизнь как самую важную реальность. Но на самом деле они являются как бы из непроявленного, и в непроявленное же и уйдут потом. ამიტომაც რეალურად სულისთვის ძალიან დამამცირებელი მდგომარეობაა, ფაქტიურად სიგიჟე გვჭირს ყველას. И это состояние для души очень унизительное фактически. И мы просто в какой-то сумасшествии существуем. თუმცა ეს სიგიჟე განადიდებს რეალურად უფლის მაია შაქტის ძალას, უფლის ილუზორული ენერგიის ძალას, დიდება მას. Хотя вот как раз вот это сумасшествие и проставляет силу Майя Шакти, Господа. Слава ей. დიდება უფლის ენერგიას, რომელიც ისეთი ძლევამოსილია, რომ ამდენ სულს უბრალოდ შეუძლია ამდენი სული სიგიჟე მდგომარეობაში ამყოფოს უბრალოდ და რადგან მათ ასე სურთ. Слава энергии Господа, которая настолько могущественна, что может ввергнуть вот в это сумасшествие, в эту иллюзию стольких живых существ, только потому, что они этого желают. და გამძლეობა ვუსურვოთ იამარაჯასნაირ პიროვნებებს, რომლებიც პირდაპირ ხედავენ ამ სიგიჟეს და ისე დარდობენ, გაუგნებაში არიან, როგორ შეიძლება ასეთი რამ ხდებოდეს. И пожелаем терпения личностям, подобным Ярамарача, которые воочию видят все это сумасшествие и удивляются, как же люди умудряются в таком состоянии жить.
ჰარე კრიშნა, მადლობა დიდი. თუ Харе გაქვთ რაიმე Кришна. შეკითხვები ან კომენტარები, გისმენთ. Спасибо большое. Если у вас какие-нибудь вопросы или комментарии, слушаем вас. Харе Кришна, Раты. Огромное спасибо за лекцию. Огромное. Да, я вот тоже хотела сказать, что это удивительно. Это энергия Господа. Насколько это восхищает, насколько она могущественная, насколько могущественен Господь, да. И меня так удивляет тот момент, что вот эта ситуация удивляет Ямараджа, потому что они-то должны понимать положение душ на земле, что это естественно, что мы в таком состоянии, и как нас эта энергия покрывает. И вот это удивление также удивляет. Харе Кришна. Ратაფალმატაჯიმ დიდი მადლობა მოუხადა რატიბუშანას დღევანდელი ლექციისთვის და ესე მოკლედ გეტყვით, რომ მას ძალიან აოცებს յამარაჯის ამდაგვარი კითხვები, იმიტომ რომ ფაქტიურად ასეთი დონის ცოცხალ არსებას უნდა ესმოდეს, თუ რატომ ვიმყოფებით მის გავს მდგომარეობაში. Харе Кришна, мадლობა. Ачта Нараяна Прабху, да, слушаем. Харе Кришна, примите, пожалуйста, мои поклоны. Спасибо большое за лекцию. А у меня такой вопрос. Души, которые занимаются духовной практикой, они понимают, что будущее рождение не сулит ничего благоприятного. И многие преданные даже, как сказать, боятся будущего рождения, понимая, что это будет неуспехом их духовной практики. А значит, этот страх будущего рождения, он, как бы направлен, может быть, также и на страх смерти, потому что смерть — это переход. И мы не знаем, как мы себя поведем как бы в момент смерти, будет ли следующее рождение или нет. И внешне это может выглядеть, как бы похожим образом, как страх смерти. И вот в этом случае нет ли противоречия, потому что часто здесь вот говорят, что есть разные как бы позиции, да, из-за чего может быть страх смерти. В одном случае, там, если мы считаем, что мы материя, то в этом нет смысла. В другом случае, если мы считаем, что мы душа, то в этом нет смысла. Но как будто бы в этом может быть смысл, потому что мы можем бояться следующего рождения. Так это или нет? Вот, интересно послушать ваши мысли по этому поводу. Может быть, вы, знаете что-то об этом больше. Спасибо. აჩიტა ნარაიანა პრაბჰუს კითხვა შემდეგი ხასიათის არის. ესე იგი, სულიერ პრაქტიკაში ჩართული ადამიანს შეიძლება ჰქონდეს გარკვეული შიში მომავალი ცხოვრების, რომელიც შეიძლება სიკვდილის შიშაკაც იქნას აღქმული, იმიტომ რომ აი სიკვდილის მომენტში ჩვენ არ ვიცით როგორ გადავლახავთ ამ მომენტს და მომავალ ცხოვრებაში რა გვიწერია. ხო და შესაბამისად ეს შიში შეიძლება არსებობდეს და ხო არ შეგიძლიათ რომ ახსნათ რამდენად ესე იგი გარეგნულად შეიძლება ჩანდეს როგორც სიკვდილის შიში, მაგრამ ეს წინამძილეში როგორ შეიძლება აიხსნას, საინტერესოა. მადლობა შეკითხვისთვის, Ачта Нараяна Прабху. Спасибо вам за этот вопрос, Ачта Нараяна Прабху. კი, სინამდვილეში თუ ჩვენ გვეშინია მომავალი დაბადების, სინამდვილეში გვეშინია რეალობის შეცვლის, ანუ სიკვდილის, რადგან სიკვდილი არის ზუსტად ის, რაც ჩვენს რეალობას სრულიად ცვლის. И это так, если мы боимся будущей жизни, то это означает, что мы боимся современной реальности, боимся смерти, потому что смерть как раз и есть тот инструмент, который меняет нашу реальность.
დამწყებ ერთგულებს ჩვენ დამწყები ერთგულები ვართ და ამიტომაც რა თქმა უნდა სიკვდილის შიში ამბობენ რომ ბრძენებსაც კი აქვს ძალიან ბრძენ ადამიანებს და გვჭირდება ამის ნელ-ნელა გადალახვა. И говорят, что страх смерти существует даже у мудрецов. И для нас, начинающих преданных, которыми мы являемся, необходимо постепенно преодолеть этот страх. რადგან სინამდვილეში უფლის წმინდა ერთგულებს ეშინიათ არა მომავალი დაბადების, არამედ მაია შაქტის უფლის ილუზორული энергიის, რომ მის გავლენაში არ მოექცნენ. Потому что вот чистые преданные, они фактически не того боятся, что вот получат будущую жизнь. Они боятся подпасть под влияние Майя Шакти, иллюзорной энергии Господа. რადგან აცნობიერებენ, რომ ის ძალიან ძლევამოსილია. Потому что они осознают, насколько она могущественна. და ისინი არ არიან მიჯაჭვული კონკრეტულ რეალობაზე, მატერიალურ რეალობაზე. და ზუსტად ამიტომ თავიანთ ლოცვებში ზოგჯერ ამბობენ, დავიბადო სადაც გინდა, კრიშნა უბრალოდ დაბადებიდან დაბადებამდე შენ მახსოვდი და შენ გემსახურო და შენ არ დამავიწყდა თორემ. არ აქვს მნიშვნელობა მე სად დავიბადები. И они не привязываются ни к одной материальной реальности. Даже их молитвы говорят о том, что вот мы готовы родиться где угодно, где ты пожелаешь, Кришна. Только просят, они молят Кришну о том, чтобы вот от рождения в рождение, и он никогда не покидал их, и чтобы они всегда его осознавали. ანუ მათ ადარდებთ ის, რომ კრიშნა არ დაუწყდეთ, კრიშნას სულ ახსოვდეთ და კრიშნას სულ ემსახურონ. ეს არის ზუსტად ის რეალური რაც არის. და დანარჩენი რაც სულ იცვლება, ეს არის რეალურად სიზმარივით და მათ უკვე ამისადმი მიჯაჭვულობა აღარ აქვთ. Они переживают из-за того, чтобы не забыть Кришну, чтобы Кришна был всегда рядом с ними. То и является истинной реальностью, а то остальное материальное существование, они абсолютно не задевают их, они совершенно не привязаны к этому. რადგან ეს რეალობები სიზმრებივით იცვლება. Потому что эти реальности, они сменяются как сны. თუმცა ამ რეალობებში რეალური რაც არის და არ იცვლება, არის ჩემი კრიშნასადმი გრძნობა და ჩემი მსახურება მისდამი. Хотя в этих реальностях, что является истинной реальностью и не подверженной изменениям, то это моя любовь и привязанность к Кришне, служение ему. და მათ უნდათ რომ ზუსტად ეს აკეთონ და დანარჩენი თუ გინდათ ჯოჯოხეთში იყონ, მათ არ აინტერესებთ. И они хотят делать как раз это. Остальное, даже если они будут находиться в аду, их не интересует. ჰარე კრიშნა. Харе Кришна. გასაგებია თუ უნდა ჩაკითხვა ასე ვთქვათ. Приемлем такой ответ или нужно еще раскрыть дальше? Ну, отчасти. Я просто, наверное, спрашивал, ну, не уточнил. Я сейчас спрашиваю не про позицию чистых преданных, потому что есть огромное количество имперсоналистов, например, да, или йогов, у которых, ну и в принципе, значительная часть цветистого языка вед, она просто говорит о том, как разорвать цепь рождений. И для многих, ну там, мистиков или людей, идущих этим путем, это является целью. И исходя из этой позиции, страх смерти, он вполне естественен. Но вот эти вот великие личности, как бы практически вот весь этот стих сегодня, да, мы говорим о том, что страх смерти противоестественен. А здесь как будто бы есть все-таки логика в том, чтобы его бояться. И ну, вот я как бы не совсем понимаю, почему они не замечают этот момент. Как бы, да, рассматривая все остальные моменты, почему как бы страх смерти неестественен, и не говорят о том, почему он может быть естественным. Вот. Но
ну, я не знаю, как бы, если смысл, как бы, ну, если вам есть что Да, сказать. понятно. Мгм. Понятно ой, вопрос. მე უკვე ცოტა ვიტყვი ქართულად თუ გინდათ. შეკითხვა მდგომარეობს იმაში, რომ ერთგულებისთვის გასაგებია კრიშნას ემსახურებიან, იბადებიან და არ აინტერესებთ, მაგრამ იმპერსონალისტებს ან სხვა ვედური პრაქტიკებს ვინც მიყვება, მათ არ უნდათ დაბადება და მათ ეშინიათ დაბადების, მათ უნდათ გათავისუფლება, რომ აღარ დაიბადნონ და ამ კუთხით მინდოდა დაზუსტება, იმიტომ რომ აქედან თითქოს ჩანს აზრი არის, რომ არ ადამიანი არ დაიბადოს. მადლობა დიდი დაზუსტებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი დაზუსტება. Спасибо большое за это уточнение, это очень важное уточнение. უბრალოდ საქმე იმაშია, რომ ეს მომენტი, რომ ამ სამყაროში შეიძლება დაიბადო და ილუზიაში არ მოექცე, აქვს მხოლოდ ვაიშნავებს. Дело в том, что вот этот момент, что ты можешь родиться в этом мире, но не подпасть под воздействие иллюзии, присутствует только у вайшнавов. სხვა ყველა ფილოსოფია, 6 დარშანი, 5 დარშანი, იმპერსონალიზმი, ასევე ადვაიტა ვედანტა განიხილავს იმას, რომ თუ იბადები და არის დაბადება სიკვდილი, შენ ექცევი ილუზიაში და მორჩად, შენ გაქვს ტანჯვა. И потому что все остальные философии, это будет 5 даршанов, 6 даршанов, адвайтизм или имперсонализм, во всех этих философиях присутствует тот момент, что если ты рождаешься в этом мире, то ты обречен на страдания, ты обречен на воздействие иллюзий. მათ უნდათ გათავისუფლდნენ დაბადება სიკვდილის წრიდან, იმიტომ რომ თვლიან, რომ თუ ამ სამყაროში იბადები, უკვე ილუზიაში ხარ მოქცეული და იტანჯები. И они хотят, соответственно, освободиться от этого круга рождения и смертей, потому что они считают, если ты рождаешься в этом мире, то ты уже обречен на воздействие иллюзии и страданий. და მთლიანად ამ სამყაროს დაბადება სიკვდილს თვლიან როგორც ტანჯვად და უნდათ ამ ტანჯვისგან გათავისუფლება, ანუ შეწყვეტა დაბადება სიკვდილის. И они вот этот мир рождения и смертей целиком воспринимают как страдания и хотят освободиться от него. იმპერსონალისტებს ადვაიტა ვედანტას მიმდევრებს სურთ, რომ შეერწყნან ბრაჰმანს და საერთოდ აღარ დაიბადნონ, რადგან ამ სამყაროში თუ მოდიხარ, ეკრება ექცევი მატერიალურ ენერგიის გავლენაში. Имперсоналисты и адвайтанты хотят как бы слиться с Брахманом, стремятся, потому что они считают, если ты рождаешься в этом мире, то ты моментально подпадаешь под гнет иллюзии. სხვა ფილოსოფიებს უნდათ უბრალოდ შეწყვეტონ დაბადება სიკვდილი, ჩამოშორდნენ მატერიალურ სამყაროს მთლიანად და დარჩნენ როგორც სული, ცალკე მდგომი, საერთოდ არ აქტიურონ, არ მოძრაონ, იმიტომ რომ ნებისმიერი სახის აქტიურობა და მოძრაობა წარმოშობს ნაყოფებს, ანუ ტანჯვას, კარმას, ამიტომაც უნდა შეწყდეს ყველაფერი. А другие философии хотят как бы освободиться от этого круга рождения и смертей, и хотят как бы выйти за него и существовать как просто души, бездействуя. Потому что они считают, что любое действие порождает закон кармы, и лучше бездействовать, чем подвергаться такой иллюзии. ამიტომაც მათ ეშინიათ დაბადების, მათ უნდათ პირიქით დაბადება შეწყვიტონ. И поэтому они боятся рождения и хотят остановить этот процесс. ანუ მოქშას მიაღწიონ, გათავისუფლებას. Другими словами, хотят достичь мокши, освобождения. თუმცა რადგან ერთგულების შემთხვევა განვიხილეთ, ერთგულების შემთხვევა ცოტა განსხვავდება, რადგან მათთვის დაბადებაც კი არ არის პრობლემა, რადგან იციან, ანუ ეს იუქტა ვაირაგის მცნება მხოლოდ ერთგულებს აქვს. შეუძლიათ თუ ერთგული კრიშნასთან არის, შეუძლია შეეხოს კიდეც მატერიას, მაგრამ არ შეეხოს ეს მატერიალური ენერგია მას. И вот, так как мы говорим о преданных, то
вот эта концепция юкта вайраги только здесь присутствует. А это значит, что преданный Господа, он может даже соприкасаться с этим материальным миром, но с иллюзией, но она не будет на нее воздействовать, на него воздействовать. ანუ განსხვავება იმაშია, რომ ერთგულსაც არ აინტერესებს ეს სამყარო, აინტერესებს იმდენად, რამდენადაც კრიშნასთან არის კავშირში. და Ну, იმპერსონალისტებს საერთოდ არ აინტერესებთ ეს სამყარო და არც დაბადება უნდათ და არაფერი. разница здесь в том, что имперсоналисты просто не хотят рождения и не хотят ничего общего иметь с этим миром, а преданные тоже не заинтересованы этим миром, но они готовы сюда приходить только из-за того, чтобы послужить Кришне. ანუ მათ ეს სამყარო იმდენად აინტერესებთ, რამდენადაც შეუძლიათ კრიშნას დაუკავშირონ და კრიშნასთვის გამოიყენონ ყველაფერი. Этот мир интересен поскольку он дает им возможность служить Кришне и использовать его в служении Кришне. თუ კიდევ ბოლომდე ვერ არის გარკვეული თქვას, აბა И как вот еще нужно что-нибудь более глубже обсудить или приемлемо этого, Спасибо большое. или надо. Радигатшвили გაქვს მიკროფონი. ჰარე კრიშნა. კარგით, მადლობა ყველას, ზურბასო ერთგულებო. Харе Кришна, дорогие преданные, спасибо всем. Шла Прабхупада ки Джай. джай. Шримад Бхагаватам ки джай. Джай. Гаура Премананде Хари Бол. Харибол, Радhi Bhushana Prabhu ki jai. Калинди Матаджи ки джай. Харе Кришна. Гора Премананде. Мадлоба Харе Калинди Кришна. Матаджи. Спасибо всем.